გამარჯობა, ვაგზელებ საუბარს ადამიანის საჭმელობელი ტრაქტის სისხლმომარაგებაზე. დღევანდელ ლექციაში განვიხილავ 12-გოჯა ნაწლავის არტერიულ სისხლმომარაგებას. მოცემულ სლაიდზე ვხედავთ ორ სურათს. მარჯვენა მხარეს ნაჩვენები არის მაკროპრეპარატი, ეს ფოტოა. მარცხენა მხარეს არის ნახატი ნაჩვენები. 12-გოჯა ნაწლავი აი აქ, აი ეს ორგანოა, საკმაოდ კარგად ჩანს და იმიტომ რომ კუჭი გათავისუფლებული არის იოგოვანი ნაწილისაგან, აწეულია ზემოთ, აი ეს კუჭის უკანა ზედაპირია და 12-გოჯა ნაწლავიც კარგად გამოჩნდა. თავის მხრივ 12-გოჯა ნაწლავი მოთავსებული არის ხერხემლის სვეტის მარჯვენა მხარეს, პროქსიმალურ ნაწილში, აი ამ ნაწილში. იგი განთავსებული არის დაახლოებით L1-სა და L2 შორის, მალებს შორის და დისტალურ ნაწილში, ანუ ქვედა ნაწილში არის დაახლოებით L3-ის დონეზე განთავსებული. მისი სიგრძე არის დაახლოებით 25-30 სანტიმეტრი, გვესმის რომ ეს ინდივიდუალურია. არ უნდა გაგვიკვირდეს. როგორც წესი, 12-გოჯა ნაწლავის ნაწილები მოთავსებული არის რეტროპერიტონეალურად, ანუ პერიტონეუმის ფურცელია პარიესული, ეს უკანა ნაწილზე განთავსებული და მის უკან არის 12-გოჯა ნაწლავი მოთავსებული, ძირითადი ნაწილი მისი. ახლა რა ნაწილებისაგან შედგება? ეს არის ანატომიური სკოლების სხვადასხვა ნაწილებს გამოყოფენ, ყველაზე ხშირად რაც გვხდება, იმას ვახსენებ. ეს არის დასაწყისში, ან პროქსიმალურ ნაწილში ამპულის სახით არის წარმოდგენილი. ამპულა, აი შეგვიძლია თქვათ, აი ეს ამპულის ნაწილი არის, აი პილორუსი აქ აწერია კიდევაც. შემდგომ აი გვაქვს ზედაჰორიზონტალური ნაწილი, ანუ აი ეს კუჭი რო დავწიოთ ახლა ქვემოთ, დაუბრუნოთ მის ანატომიურ მდებარეობას, ხო? აი ეს ნაწილი მიიღებს ჰორიზონტალურ მდებარეობას, ხო? სწორია, ის გადმოვწევთ და მიიღებს ჰორიზონტალურ შესაბამისად, ამას ქვია ზედაჰორიზონტალური. თუ გვაქვს ზედაჰორიზონტალური, გამოდის გვაქვს ქვედაჰორიზონტალური. თუმცა ზედასა და ქვედას შორის არის დაღმავალი ნაწილი 12-გოჯა ნაწლავის და ეს სტრუქტურაა. დაღმავალი. მერე არის ქვედაჰორიზონტალური, როგორც ვახსენე და შემდგომ აღმავალი ნაწილი, აი ეს სტრუქტურა არის და ამის შემდეგ უკვე ვიღებთ, გრძელდება, უფრო სწორად, მლივ ნაწლავში. ისიც უნდა ვახსენოთ, რომ 12-გოჯა ნაწლავი არის სწორული ნაწლავის დასაწყისი, ხო? მლივ ნაწლავი. შემდეგი ლექციის საკითხია, ამას დღეს არ შევეხები. გარდა მაგისა, მნიშვნელოვანი არის საკითხიც თუ რატო ქვია 12-გოჯა ნაწლავი, რას ნიშნავს გოჯი. გოჯი რეალურად ძველი ქართული საზომი ერთეულია და საფრჩხილე ფალანგის ტოლია, აი პირველი თითის ამ ცერს რო ვეძახით, ცერი საფრჩხილე ფალანგის ზომისა. 12 გოჯის ზომა მიანიჭეს და ეს სახელიც დარჩა, ასე რომ არ უნდა გაგვიკვირდეს თუ რას ნიშნავს ეს 12-გოჯა ნაწლავი. სკელეტოტოპია ვთქვით, პრინციპში მისი ნაწილებიც ვთქვით, ახლა შეგვიძლია გადავიდეთ უშუალოდ 12-გოჯა ნაწლავის კვებაზე. პროქსიმალური ნაწილი დავიწყოთ, ბუნებრივია და რა თქმა უნდა, აქ წამყვანი არის ფაშვის ღერო, პირველი კენტი არტერიული სისტემიდან, მუცლის აორტის კენტი ნაწილი და როგორც თქვით, ერთ-ერთ ტოტს წარმოადგენს ღვიძლის საერთო. აი ეს არის, აი ღვიძლის საერთო. ღვიძლის საერთო თავის მხრივ იძლევა 12-გოჯა, კუჭ 12-გოჯას არტერიას და კუჭ 12-გოჯას არტერია, აი აქ თამხარის კარგად ჩანს. თავის მხრივ იძლევა, როგორც გვახსოვს წინა ლექციაზე ვახსენე, ეს არის კუჭ ბადექონის მარჯვენა, აი ეს სტრუქტურა და რა თქმა უნდა იძლევა აი ამ ტოტს და ეს ტოტი იქნება, ახლა რა ერქმევა მარტივია, ხო? აქეთ პანკრეასი გვაქვს, აქეთ 12-გოჯა, ანუ პანკრეატო დუოდენალური, ხო? ოღონდ ამ შემთხვევაში არის ზედა. და ზედა თავის მხრივ კიდე იყოფა წინა და უკანა ტოტებად, რომლების 12-გოჯა ნაწლავის წინა ზედაპირზე და უკანა ზედაპირზე განთავსდება, იგი უზრუნველყოფს ამ ზედა ნაწილის კვებას და ასევე რა თქმა უნდა დაღმავალი ნაწილისაც 12-გოჯა ნაწლავის და თავის მხრივ, აქვე ვახსენებ, ანოსტომოს ამყარებს ასეთივე სახელის მქონე არტერიასთან, რომელსაც პანკრეატო დუოდენალური ქვედა ეწოდება და ისიც რა თქმა უნდა იძლევა წინა და უკანა ტოტებს და ესენი აი ჩანს აქ ძალიან კარგად. ანასტომოს ამყარებენ ერთმანეთთან. თან რითია ეს ანასტომოზი მნიშვნელოვანი? ზედა თუ იყო
საბოლოო ჯამში გამოდის ხო ფაშვის ღერომდე მივდივართ, აი ნახეთ რა ლამაზად არის ნაჩვენები. ქვედა ამ შემთხვევაში არის აი აქედან გამომავალი და ეს არის ჯორჯილის ზედა არტერია. ჯორჯილის ზედა არტერია კი არის მეორე ტოტი უკვე მუცლის აორტის, რომელიც კენტ სტრუქტურებს ეკუთვნის. ანუ კენტად არის ხო ამ შემთხვევაში და ამიტომაც ვახსენებ ამ კენტის სახელით. ანუ ანასტომოზი დამყარდა ფაშვის ღეროსა და ჯორჯილის ზედა არტერიას შორის. აი ესეთი საინტერესო ანასტომოზი გვაქვს აი ამ არტერიების დახმარებით. ეს ორი არტერია მნიშვნელოვანი ვახსენეთ და გამოდის რომ ახლა ქვედა უზრუნველყოფს ხო იმ ნაწილებს ქვედა ჰორიზონტალური დაღმავალის ხო და ზედა კიდე უზრუნველყოფს ამპულის ზედა ჰორიზონტალური დაღმავალი ნაწილის და რა თქმა უნდა გვაქვს სხვა ტოტებიც. ახლა ვახსენოთ ეს ტოტები, გვაქვს სუპრადუოდენალური ტოტი, ასე ძალიან მნიშვნელოვანია და როგორც წესი, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ აი ეს არის სუპრადუოდენალური, როგორც წესი გამოიყოფა აი ამ არტერიას და ეს არტერია ვახსენოთ, ხო, რა არის? ეს არის კუჭ-12 არტერია, გამოიყოფა და ამპულისა და ზედა ჰორიზონტალური ნაწილის 12 ნაწლავის ნაწილის სისხლომარაგებას უზრუნველყოფს. ასევე გვაქვს რეტროდუოდენალური ტოტი, აი შეგვიძლია ვთქვათ, რომ ეს არის, ანუ რეტრო ბუნებრივია ხო, უკანა ზედაპირზე განთავსებული იქნება და ისიც როგორც წესი არის ისევ აი ამ არტერიის ტოტი და ეს როგორც თქვით არის კუჭ-12 არტერია. ну ახლა კუჭ-12 არტერია რომ ტოტია ღვიძლის საერთო არტერიის გავიგეთ, ღვიძლის საერთო არტერია კი ფაშვის ღეროსი. აი ესეთი მნიშვნელოვანი სტრუქტურები. გარდა ამისა, შეიძლება გვაძლევდეს ტოტებს აი ეს არტერია. და ლოგიკურიც არის ხო, იმიტომ რომ მოთავსებული არის აი ამ უკანა ზედაპირზე ხო, ხედავთ კარგად. და აქედან ტოტებს რო იძლეოდეს ამ ხარეს ამ 12 ნაწლავისაგან გასაკვირი არც იქნება, ხო? ეხლა ამ ნახატში არ არის ნაჩვენები, მაგრამ როგორც წესი, საკმაოდ ხშირად ხვდებით, პრაქტიკაში ხშირად ხვდება. და ეს არის როგორც ვიცით, კუჭ-ბადექონის მარჯვენა არტერია. გვაძლევს ტოტებს და უზრუნველყოფს აი ამ უკანა ზედაპირის სისხლომარაგებას 12 ნაწლავის. რა თქმა უნდა, ისევ პროქსიმალურ ნაწილზეა, ზედა ნაწილზეა და დაღმავალ ნაწილზე 12 ნაწლავის. გარდა ამისა, კიდევ მნიშვნელოვანი არტერია არის, რაც აქ არ ჩანს, მაგრამ აუცილებლად უნდა ვახსენოთ, დამატებითი არტერიების გარეშე ხომ არ შეიძლება ანატომიაში. ეს არის პანკრეატო-დუოდენალური, აი რაზეც საუბრობდი ზედა და ქვედა და ასევე გვაქვს აცესორიის ამ დამატებითი შეიძლება გვხდებოდეს და მისი თურისი ტოტია ხო ეს არის საკმაოდ ვარიაბელური, ანუ რას გამოეყოფა ვარიაბელურია. შეიძლება გამოეყოფოდეს ჯორჯლის ზედა არტერიას, ანუ წარმოიდგინეთ აქედან გვაძლევდეს ტოტს. შეიძლება გამოეყოფოდეს ჯორჯლის ზედა არტერიის პირველ აი წვრილნაწლავოვანი, რაც არის მლივი ნაწლავისაკენ, ხო, ჯორჯალში განთავსებული ტოტები, იმ ტოტს გამოიყოფოდეს და მოიმართებოდეს აქეთ. შეიძლება გამოიყოფოდეს უშუალოდ კუჭ-12 არტერიას. ანუ ასეთი ვარიაბელურობაც ახასიათებს, ეგეც არ უნდა გაგვიკვირდეს. თუმცა ხშირად არ გვხვდება პროცენტულობა საკმაოდ სხვადასხვა ლიტერატურაში და არ უნდა გაგვიკვირდეს ესეც. მაგრამ უნდა გვახსოვდეს, რომ 12 ან პანკრეატო-დუოდენალური არტერია გვაქვს ასევე დამატებითი და ისიც სხვადასხვა არტერიებს გამოეყოფა და შეიძლება სხვადასხვა ნაწილში გვხვდებოდეს. მაგრამ როგორც წესი, მისი მთავარი ფუნქცია არის 12 ნაწლავის სისხლომარაგების უზრუნველყოფა. პრინციპში სულ ეს იყო, რისი თქმაც მინდოდა. დიდი მადლობა ყურადღებისათვის.